რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია. ჩვენი გადაცემის დღე მოვიდა, თქვენ ალბათ გაგიკვირდათ, რატო ვიწყებ მე მაგ გადაცემას და რატომ არ ისმის მომხიბლველი ხმა დაფნასი. სამწუხაროდ დაფნა დღეს არ არის, კარგად არის, ავად არ გამხდარა, ყველაფერი კარგად არის. იქნება მომავალ გადაცემაზე, უბრალოდ ეხლა დღევანდელი გადაცემის ტვირთი მე უნდა როგორმე ვიტვირთო. მე ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია, იმიტომ რომ მამაკაცი მართალია ბევრი ხალი უარყოფს იმას, რომ მამაკაცები ძლიერი სქესია და ქალის სუსტი სქესი. არა, ჩვენ მაგრები ვართო. კი ბატონო, მაგრები არიან, მაგრამ მამაკაცის მოვალეობა ის არის, რომ თავისი ტვირთიც იტვირთოს და დრო, ასე ვთქვათ, ქალსაც წაეშველოს და შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მამაკაც კაცად აქცევს ერთ სიტყვით რა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა საინტერესოა კიდე იმ თვალსაზრისითაც, რომ დაფნას არ ყოფნის პირობებში რაღაცნაირად მე ვეცდები და რა თქმა უნდა ვეცდები კარგად ჩავატარო მარტო გადაცემა, მაგრამ ხომ ხვდებით თქვენ რამხელა დანაკლისია ჩემთვის დაფნას არ ყოფნა. ამიტომ ეს დანაკლისი რაღაცნაირად თქვენ უნდა შეავსოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენი აქტივობით და თქვენი მხარდაჭერით, მორალური მხარდაჭერით მე რაღაცნაირად უფრო მეტი мотиваცია შემექმნება იმისათვის, რომ საინტერესო წავიყვანო გადაცემა და ისევე როგორც აბსოლუტურად ჩვენი ყველა გადაცემის შემდეგ კმაყოფილებით დააქტოვოთ თქვენ და თქვენც კმაყოფილებით წახვიდეთ ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ. სანამ მე შევეხები ჩვენი გადაცემის თემას, მე მოკლედ მაინც უნდა ვილაპარაკო ზოგად, ასე ვთქვათ, პროცედურულ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომელიც ეხება ჩვენი გადაცემის ფორმატს და რატომ არის ეს აუცილებელი. შეიძლება ეს ეხლა მთლად არ მოსწონდეს იმას, ვინც ჩვენი გადაცემის ერთგული მსმენელია, ჩვენი ერთგვარი ფან-კლუბის წევრიც არის. მივესალმები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ, მაგრამ ასევე მივესალმები იმ რადიო მსმენელებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველად გვისმენენ დღეს და ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს გარემოება და ეს საკითხები, ეს ფორმალური პროცედურული საკითხები, რომელიც ეხება ჩვენ გადაცემას და თუნდაც იმ ინტერაქტივს, რომელიც არის ხოლმე ჩვენსა და რადიო მსმენელებს შორის და მივცეთ საშუალება მათაც აქტიურად, ესე იგი პირველივე გადაცემიდან ჩაერთონ აი იმ ინტერაქტივში, რომელიც ჩვენ გვაქვს. მე მხედველობაში მაქვს, რა თქმა უნდა, კითხვები და ამიტომაც აი მე ვიწყებ იმითი, რომ აი თემას კი არ ვამბობ, გადაცემის თემას პირველს მე უბრალოდ შეგახსენებთ, ვინც იცის და ვინც პირველად ისმენს, მათი ცნობისათვის, ესე იგი ვატყობინებ მათ, რომ ჩვენი გადაცემა ტრადიციულად შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეს არის თემატიური ნაწილი, რომლის დროსაც ჩვენ წარმოგიდგენთ თემას ჩვენი რადიო გადაცემისა, ჩვენი ეთერისა დღევანდელს. მეორე ნახევარი კი ეთმება კითხვებზე პასუხს. ანუ მე მზადა ვარ, ზურაბ მარშანია, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი სექსოლოგი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, მზადა ვარ უპასუხო ნებისმიერ თქვენ კითხვაზე. და მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში კითხვები როცა იქნება, სხვათა შორის პირველი კითხვები უკვე მოვიდა. და მე იმედი მაქვს, რომ კითხვები ბევრი იქნება, მოგიწოდებთ აქტიურობისაკენ და მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გარდა SMS კითხვებისა, რა, ჩვენ SMS-იდან მოგვივიდა ეს პირველი ორი კითხვა. ჩვენთან მუშაობს ტელეფონი ჩვენ სტუდიაში და მზადა ვართ უკვე მეორე ნახევარში კი არ უპასუხო, უკვე აი პირდაპირ ჩართვა შეიძლება ეთერში, განახორციელოთ თქვენი ზარით და მე მზად ვიქნები გიპასუხოთ კითხვაზე, ან ასე ვთქვათ, ჩავებათ დისკუსიაში ნებისმიერ საკითხზე, არა მარტო იმ თემაზე, რაც დღეს გვექნება, არამედ ნებისმიერ საკითხზე, რაც თქვენ
გაინტერესებდა. ისე საკითხები ძალიან ბევრია განსაკუთრების სქესობრივ ცხოვრებასთან, სექსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვინც გვისმენს იცის რომ ჩვენი გადაცემა არის სექსზე და არა მხოლოდ. შესაბამისად, ნებისმიერ თემაზე შეიძლება დამისვათ დღეს შეკითხვა და ეს შეკითხვა რო დასვათ უკვე პირველ ნახევარშივე, ამისთვის აუცილებელი არის ტელეფონის ზარი განახორციელოთ ჩვენ სტუდიაში და მე გატყობინებთ რომ ჩვენი ტელეფონები ესეთია: 2 92 11 88 2 92 11 99. დარეკეთ აუცილებლად და მე ზურაბ მარშანია, ექიმი სექსოლოგი, პროფესორი, მზად ვარ უპასუხო აუცილებლად ნებისმიერ შეკითხვას, რა შეკითხვაც არ უნდა იყოს დასმული, რაც თქვენთვის იქნება, რა თქმა უნდა, საინტერესო. ეს რაც შეეხება გადაცემის პირველ ნახევარს, რაც შეიძლება მეორე ნახევარს, ჩვენ ძალიან კარგი ტრადიცია დავამკვიდრეთ, იცით რა, ეს ტელეფონის ზარები, მარტო ტელეფონის ზარი დისკომფორტს იწვევს ძალიან ბევრ რადიოსმენელში, ალბათ რა ვიცი, ერიდებიან რომ მათი ხმის იდენტიფიკაცია არ მოხდეს, მაინც არც ისე დიდი სახელმწიფო ვართ, პატარა სახელმწიფო ვართ, ხო? ვიცნობთ ერთმანეთს ყველანი. შესაბამისად, ამის გამო ზოგიერთიერიდება რომ დაარეკოს და ამიტომაც ამ ანონიმურობის, სრული ანონიმურობის უზრუნველყოფისათვის უკვე წლების განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ ესეთი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თქვენ ძვირფასო რადიომსმენელებო შეგიძლიათ დაგვისვათ ასევე ნებისმიერი შეკითხვა SMS-ით. SMS-ის ნომერი ეს არის 9178. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 9178. შეგიძლიათ ეხლავე გამოვაგზავნოთ კითხვები, შეგიძლიათ მოგვიანებით გამოვაგზავნოთ, სანამ ეთერში მიდის ჩვენი გადაცემა, ჩვენ ამ კითხვებს აუცილებლად შეძლების და გვარად, ესე იგი, დავამუშავებთ და გიპასუხებთ, მე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ტექნიკური პერსონალის დახმარებით და კიდე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ კითხვებზე, SMS-ით გამოგზავნილ კითხვებზე, განსხვავებით ტელეფონის ზარისა, პასუხი გაეცემა მხოლოდ გადაცემის მეორე ნახევარში, რომელიც დაეთმობა მხოლოდ SMS-ის კითხვებს. სრული ანონიმურობა არის ძვირფასო რადიოსმენელებო გარანტირებული. აბსოლუტურად არავინ არ იფიქროს რომ რაღაცნაირად ვიღაცის ნომერი იქნება იდენტიფიცირებული და ასე შემდეგ. სრული ანონიმურობა იქნება გარანტირებული, ასე რომ იყავით გულღია და ჩვენ მზადავართ, მე პირადად მზადავარ ყველანაირად დაგეხმაროთ ამისათვის, რომ საინტერესო იყოს თქვენთვის ეს გადაცემა და არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც, იმიტომ რომ მე პირადად მიამაყება და ჩვენი შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს, მე და დაფნას გვიამაყება ის რომ ჩვენი გადაცემა არა მარტო საინტერესოა, არა მარტო რეიტინგულია, არამედ ჩვენი გადაცემა არის სასარგებლო ადამიანისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ადამიანის სქესობრივი ჯანმრთელობისთვის, ადამიანის ბედნიერების მიღწევაში ვეხმარებით ჩვენ და ეს არაერთხელ დაგვალწმუნა უამრავმა ჩვენმა რადიომსმენელებმა, რომელიც Facebook-ის საშუალებით იქნება, თუ SMS-ების საშუალებით, თუ სხვა მედია საშუალებებით კმაყოფილებას გამოთქვამს ჩვენი მუშაობისა და ჩვენი თანამშრომლობის გამო. მაშასე მეგობრებო, კიდევ ერთხელ გახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომრებს. ჩვენ გვაქვს 2 ტელეფონის ნომერი, რომელზედაც გიპასუხებთ ნებისმიერ მომენტში, ეხლავეც მზადავართ. ეს არის 2 92 11 88. მეორე ტელეფონი 2 92 11 99. და ვისაც არ სურს ტელეფონით, ხო? SMS ნომერი ჩვენი არის შეკითხვა, დაგვისვით SMS-ით 9178. მაშადამე ჩვენი SMS-ის ნომერი არის 9178. რაც შეეხება SMS-ის საფასურს, ეს საფასური არის ზუსტად ისეთი, როგორც თქვენ ოპერატორს აქვს დაწესებული, ესე იგი ნებისმიერი სხვა ადრესატისთვის SMS-ის გაგზავნის დროს. ასე რომ მოგერიდებათ, მატერიალურად არ დაზარალდებით, მაგრამ მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, რომელზედაც მზადავართ გიპასუხოთ. ახლა რამდენიმე ზარი იყო და ვერაფრით ეთერში რაღაცა ტექნიკური წუნია ეთყობა იმ ადამიანის ტელეფონზე, იმ რადიოსმენელის ტელეფონზე, ვინც რეკავს და ამის გამო ესე იგი ჩვენ ვერ პასუხობთ. არ გეგონოთ მე მიმართავ იმ რადიოსმენელს, რომელიც ახლა რამდენჯერმე დარეკა, არ ჩათვალოთ, ჩვენ არ ვიღებთ ყურმილს, ვიღებთ, მაგრამ ითიშება, რაღაცა ტექნიკური წუნი არის,
ჩვენგან დამოუკიდებელი და ჩვენი ნომრები არის ისევ 292 1188 292 1199. მე ურჩევ კიდე იმ რადიოსმენს, ვისაც უჭერს დარეკვა, იქნებ მეორე ტელეფონზე გადმორეკოს. და რა ვიცი, იქნებ მეორე ტელეფონით უკეთესად გამოვიდეს, არ ვიცი ახლა რა გითხრათ რა. ასეა თუ ისეა, მოდით ახლა ჩვენ შევუდგეთ ჩვენი გადაცემის თემის წარმოდგენას. და თემა არის საინტერესო. გარკვეულწილად თემა არის სკანდალური, ციცით, რატომ სკანდალური? იმიტომ რომ ეს თემა ჩვენ მედიაში არის ძალიან პოპულარული. რატომ არის პოპულარული, რა ვიცი, ახლა მე მიჭირს ამ საკითხის, ასე ვთქვათ, დაზუსტება, რატომ არის პოპულარული. მე არანაირად არ ვაპირებ განსჯას, რომ ეს უნდა იყოს პოპულარული, უნდა არ იყოს პოპულარული. ეს, ჩვენი მედიის გადასაწყვეტია, მაგრამ ასე თუ ისე მედია გარკვეულწილად ყოველთვის ასრულებს სოციალურ შეკვეთას საზოგადოებისა და ესე იგი საზოგადოებაში როგორც ჩანს რაღაცა ინტერესს იწვევს ეს თემა და ამის გათვალისწინებით და ესე იგი ჩვენი მედია რესურსების პირველ რიგში ტელევიზიის აქტიურობიდან გამომდინარე ამ თემის გაშუქებაში ჩვენ ჩავთვალეთ აუცილებლად დღევანდელ თემაში შედარებით ფართოდ გაგვეშალა ესეთი საკითხი რომელიც ეხება რომელიც დაკავშირებული არის სქესობრივ იდენტობასთან. უკაცრავად ეხლა ეთერში არის ჩვენი რადიოსმენელი და მე მზადა ვარ უპასუხოთ. ეთერში ბრძანეთ თუ შეიძლება გისმენთ? ბრძანეთ. ისა ვარ 52 წელი. და მაინტერესებს კლიმაქსი რა პერიოდში შეიძლება განვითარდეს ან ისი რამე ჭამალი ხო არ იწვევს ფსიქოტროპიულ ჭამლებს გამულობდა ამის ბრალიც ხო არა არა ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მკურნალობა ან თირეოტროპული ალბათ თქვენ ღებულობთ ჰიპოთირეოზი გაქვთ ალბათ რა და იმის გამო ღებულობთ ამ პრეპარატებს ციკლონეროზე ციკლოდოლი და მოდელზე ციკლოდოლს ღებულობთ ხო ეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება არ არის ეს აშლილობა არის ფსიქოზური რეგისტრის აშლილობაა, მაგრამ იცით რა, მე ესე გეტყვით 52 წლის ასაკში თუ ადამიანი ღებულობს ფსიქოტროპულ საშუალებებსაც კი, ძლიერს ფსიქოტროპულ საშუალებებს ეს არ ნიშნავს აუცილებლად რომ აი რაღაცა დაუშვათ ცვლილებები რომელიც დაკავშირებული არის ან სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებასთან ან სხვა პრობლემებთან სქესობრივ სფეროში არა ეს არ ნიშნავს რომ დაკავშირებული არის აუცილებლად ამ პრეპარატებთან არა 52 წელი უკვე აი თქვენ ახსენეთ კლიმაქსი, ხო? ეხლა აი მამაკაცთან მიმართებაში უფრო პოპულარული სხვა ტერმინი არის და სხვა ნოზოლოგიური ერთეული, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება და ალბათ საკლასიფიკაციო სისტემებში შევა მალე. ეს არის მამაკაცის ხნოვანობის სინდრომი. რაც დაკავშირებული არის ასაკობრივ ანდროგენო დეფიციტთან, ასაკობრივ ტესტოსტერონის დეფიციტთან. 52 წელი უკვე საკმაოდ სერიოზული ასაკია და ყოველგვარი ფსიქოტროპული, ასე ვთქვათ, სამლების გარეშე ესეთი მოვლენები სავსებით შესაძლებელია რომ იყოს. რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს, ისინი თავისთავად რაღაცნაირად რისკს ზრდიან, რისკ ფაქტორს წარმოადგენენ. გააჩნია დოზირება და ასე შემდეგ და ახლა მოდით ახლა ღრმად შევტოპავთ მაგაში. ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ფსიქოტროპულ საშუალებებს თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ხელს ვერ ვახლებთ ჩვენ ბატონო ჩემო ვერანაირად. ეს უნდა დარჩეს და ამ ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის ფონზე უნდა მოახერხოს ექიმმა, სექსოლოგმა თქვენთვის დახმარების გაწევა. ასე რომ მე ვფიქრობ რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ არის რაღაცა გამოვლინებები სექსუალური დისფუნქციებისა, ხო? უკეთესი არის ექიმს მიმართოთ და რა თქმა უნდა გამოკვლევებიც ჩატარდეს აუცილებლად. ეს იქნება ტესტოსტერონის კონცენტრაცია სისხლში, პროლაქტინის და ასე შემდეგ კიდე. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, გაიხარეთ. მეტი არ აქვს ეთერში რადიოსმენელი ძალიან საინტერესო კითხვა იყო სხვათა შორის მართალია ჩვენ თემასთან დაკავშირებული არ იყო მაგრამ სექსოლოგიაში კლინიკურ სექსოლოგიაში ძალიან სერიოზული საკითხია ეს სერიოზული პრობლემაა ასაკობრივი ცვლილებები და ასაკობრივი ანდროგენო დეფიციტი განსაკუთრებით მამაკაცებში
ქალებშიც საინტერესოა ესა, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცი რეკავდა და მე მგონი ამომწურავი პასუხი გავეცი შეძლების და გვარად. მაშა სადამე თემა ჩვენი დღევანდელი გადაცემისა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ტრანსსექსუალობა და ტრანსგენდერულობა. უпростоრეთ ალბათ სწორი იქნებოდა უფრო რომ გვეწოდებინა ესეთი უფრო ზუსტი იქნებოდა დასახელება ჩვენი დღევანდელი თემისა ტრანსსექსუალობა თუ ტრანსგენდერულობა. აი ამ თემაზე ჩვენ გვექნება საუბარი დღეს. მე იმედი მაქვს რომ ეს თემა თქვენთვის საინტერესო იქნება. მე გითხარით რომ საკმაოდ ანგაჟირებულია ეს თემა ჩვენ მედიაში, ქართულ მედიაში განსაკუთრებით. სხვა ქვეყნების მედიაზე რა მოგახსენოთ? მაგრამ ჩვენთან ეს თემა ძალიან ანგაჟირებულია. არის ძალიან პოპულარული პერსონაჟებიც, რომლებიც ხშირად გამოდიან ტელევიზიით და იმისათვის რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ, მე მგონი ყველაზე მთავარი და ყველაზე დასაწყისი, ესე იგი, უნდა ვიცოდეთ რაზე ვლაპარაკობთ, იცით? ჩვენთან კარგ ტონად ითვლება სამწუხაროდ ძალიან ხშირად რაღაც თემაზე მსჯელობა. როდესაც ამ თემის შესახებ ვინც მსჯელობს და ვინც გამოთქვამს ავტორიტეტულ აზრებს, ხო? არის ის, რა არის? განმარტება თუნდაც. ამიტომაც დავიწყებთ ჩვენ ტრანსსექსუალობისა და ტრანსგენდერულობის განმარტებით, მაგრამ სანამ ამას დავიწყებთ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გვაქვს კიდევ ერთი სატელეფონო ზარი და მე მიმართავ ჩვენ რადიო მსმენელს, მოგესალმებით ბატონო ჩემო. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მოგესალმები რადიო მსმენელებსაც. ასე ეგეთი შეკითხვა, მაგრამ კაცებს შორის მსჯელობა ქონდა რაღაც და ეგეთი შეკითხვა მინდა დავსვა. ქალსა და მამაკაც შორის, შეყვარებულებს შორის, ასე იგი, სექსუალური აქტის დროს მამაკაცმა რომ არ განიცადოს ორგაზმი, შეიძლება რომ ქალბატონი დაფეხმძიმდეს რამდენიმე დღეში და იმშობია, გააჩინოს ჩვეულებრივ ბავშვი. თუ შეიძლება ეგეთი რამე ხა პროფესიონალი გზანდები და კარგად პასუხს მეკითხეთ. გიპასუხებთ თქვენ, ესე იგი მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღე პირველ რადიო მსმენელსაც და მეორესაც. ასეთი შესანიშნავი კითხვები და ესეთი მართლა პროფესიულად გააზრებული კითხვები იშვიათად რა რო გავიგო. დავამატებდი უკაცრავად ბატონო ზურაბ, დავამატებდი კიდე თვითონ ეს სმასკას რო ეძახიან რუსულად რომ თუ შეიძლება მაგან რამე ისა მოახდინოს გავლენა მაგასაც. შესანიშნავი კითხვაა ბატონო ჩემო და გიპასუხებთ, არსებითად გიპასუხებთ, ჯერ ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ ამ კითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო კითხვაა. პირდაპირ მინდა გიპასუხოთ, შეიძლება და საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება. იმიტომ რომ, იცით რა, ზოგჯერ მამაკაცს გონია, რომ როდესაც ატარებს სქესობრივ აქტს და ეაკულაცია ამ დროს არ არის, ორგანიზმის ორგაზმს არ არის ეაკულაცია, სპერმის დანთხევა საშოში არ ხდება. და მამაკაცს თავისი ასე ვთქვათ მიამიტობიდან გამომდინარე და ალბათ ქალსაც გონია რომ რახან სპერმა არ დაინთხა, არ დაურსულდება ქალი. სამწუხაროდ ესე არ არის, ბუნებამ ცოტა სხვანაირად განსაჯა. ამიტომაც ის სისველე, რომელიც თქვენ თქვით, რომელიც გამოდის, მასკა უწოდეთ თქვენ მაგას. აი ეს გამოდის მამაკაცის ურეთრიდან გამოდის, მაგას ქვია პროსტატის წვენი და ეს არის ზუსტად აი საპოხი იმისათვის, რომ მამაკაცმა კარგად ჩაატაროს სქესობრივი აქტი და ფრიქციები, გააკეთოს კარგად, მაგრამ იმათ სამწუხაროდ, ვისაც კონტრაცეფცია გონია, რომ ეაკულაციის გარეშე ჩაატარეს სქესობრივი აქტი, გავაწბილებ მათ. ამ პროსტატის წვენშიც არის სპერმატოზოიდების მართალია მცირე, მაგრამ რაოდენობა და ჩვენ ვიცით იმისათვის, რომ კვერცხუჯრედი განაყოფიეროს მამაკაცმა რა, ერთი სპერმატოზოიდია საკმარისი, ერთი. იმ მილიონებიდან ერთმა უნდა მიაღწიოს, გამიგეთ? ამიტომაც ბუნებამ არ იცის რა მოხდება და როგორ მოხდება. შეიძლება იმ მცირე რაოდენობაში, ძალიან მცირე რაოდენობაში სპერმატოზოიდებისა, რომელიც არის პროსტატის წვენში, რომელიც გამოიყოფა ამ დროს, ეაკულაცია არ არის, მაგრამ მაინც არის პროსტატის წვენი, არის მასში სპერმატოზოიდები, სავსებით შეიძლება დააორსულოს. სავსებით. და მადლობა, დიდი მადლობა ეგრეთ პასუხის გულისთვის და კიდე მეორე შეკითხვა მექნება. რამდენ ხანში შეიძლება რომ ეგ იყოს ასე იგი ამ სექსუალური აქტის დროს, რამდენ ხანში შეიძლება რომ ცოტა პასუხი იყოს, რომ აი ქალი ფეხმძიმედ არის. რამდენ ხანში შეუძლია ქალმა ეს გაიგოს?
პრინციპში ახლა რა არის იცით ახლა ყველაზე ადვილი არა ახლა არა როგორ არის იცით ეს ამას რაღაცა დრო უნდა ახლა მესამე მეოთხე მაგის თქმა ძნელია იმიტომ რომ საერთოდ ქალი ელოდება ხოლმე ამ დროს მენსტრუალური ციკლის განახლებას თუ ეს მენსტრუალური ციკლი არ განახლდა აი მაშინ დაეჭოდება ხოლმე ხომ არ არის ფეხმძიმე და საერთოდ ესე დროს ნაჩვენები არის ყველაზე მარტივი და ყველაზე იაფასიანი ეს არის სპეციალური რაღაც საზომებია სადიაგნოსტიკო ტესტი აფთიაქში იყიდება სადიაგნოსტიკო ტესტი ბევრნაირია აფთიაქის თანამშრომლებმა კარგად იციან ინსტრუქტაჟი ამ ტესტის გამოყენების და ნახავს რა როგორ გაწითლდება რამდენ ხაზზე გაწითლდება ყველაფერი ეს ინსტრუქციაში წერია აფთიაქში აუხსნიან და თუ ჩნდება რაღაცა ეჭვი მაღალი ალბათობით რომ არის ფეხმძიმობა რა თქმა უნდა აუცილებელი არის ფეხმძიმობის დიაგნოსტიკა ექიმ გინეკოლოგთან აჰა დიდი მადლობა გაიხარეთ კარგად ბრძანდებოდეთ პასუხის ფიქრობთ კარგად ბრძანდებოდეთ კარგად გაიხარეთ კი ბატონო, ესე იგი თემა მოვასწარით მაინც თემის დასახელება ძვირფასო რადიოს მსმენელებო, განმარტება მართალია ვერ გავაკეთეთ ტრანსსექსუალობისა და ტრანსგენდერობისა, მაგრამ ამას ჩვენ გავაკეთებთ შემდგომ ასე ვთქვათ ნაწილში გადაცემის ახლა უნდა გადავიდეთ რეკლამაზე, იმიტომ რომ სარეკლამო ჭრა იქნება და ამიტომ გემშვიდობებით ძალიან ცოტა ხნით. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. მოგესალმებით, ძვირფასო რადიოს მსმენელებო, მიხარია რომ ისევ თქვენთან ვარ. მე ვარ ზურაბ მარშანია, გადაცემის, საავტორო გადაცემის, რომლის იდეა მე მეკუთვნის. ბედნიერი ვიყავი, როცა თანაწამყვანი ვიყავი, დაფნა რო იყო და ეხლა წამყვანია. ერთადერთი დაფნა დროებით არ არის, მაგრამ მომავალ გადაცემაში იქნება და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის იქნება ძალიან კარგი მეუთმელად ველი დაფნას გამოჩენას. მაგრამ ამჟამად ვარ მარტო ზურაბ მარშანია, ექიმი სექსოლოგი, პროფესორი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი. მე მოხარული ვარ გაცნობოთ რომ ჩვენი პირველი ნახევარი საკმაოდ ცოცხლად წავიდა ინტერაქტიულ რეჟიმში ქონდა არაერთი ზარი ჩვენი რადიო მსმენელებისა და ძალიან საინტერესო კითხვები იყო რაც ნამდვილად ჩემ დიდ კმაყოფილებას იწვევს იმედია გაგრძელდება ესე ამ ნაწილში ჩვენი გადაცემისა ამიტომაც მე შეგახსენებ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს ეს ტელეფონის ნომრებია 2 92 11 88 და 2 92 11 99 მოგიწოდებთ დარეკოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო მე მზადა ვარ დაუყოვნებლივ როგორც კი შემოვა ზარი შეძლების დაგვარად უპასუხო თქვენ ნებისმიერ კითხვას არა მარტო დღევანდელ თემაზე დღევანდელი თემა უკვე მოახსენეთ რაც არის ეს არის ტრანსსექსუალობა თუ ტრანსგენდერულობა აი ეს ორი ცნება ზოგს ერთი და იგივე გონია აი ახლა უნდა განმარტოთ რა არის ეს ყველაფერი და ყოველ შემთხვევაში ამ თემის გარშემოც უპასუხებთ კითხვებს და გარდა მაგისა უპასუხებთ ნებისმიერ კითხვებს აი სხვა თემებზე იყო 2 ძალიან კარგი კითხვა და უპასუხეთ ვისაც არ უნდა ტელეფონის ზარით ისარგებლოს იმისათვის რომ დამისვას შეკითხვა მას შეუძლია გამოაგზავნოს SMS-ი რომლის ღირებულება არის ზუსტად ისეთი როგორც ჩვეულებრივი SMS-ი გაუგზავნია საქართველოში ნებისმიერ ოპერატორთან რაც მისი ოპერატორის დაწესებულია გადასახადი ზუსტად იმდენი იქნება ძალიან უმნიშვნელო რამდენიმე თეთრი ჩვენი SMS ნომერი არის 917778 ვიმეორებთ 917778 მოდით კიდე გავიმეოროთ გამეორება ცოდნის დედა ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებია 2 92 11 88 და 2 92 11 99 და ვისაც სურს SMS-ით კითხვის დასმა, ხო? SMS-ის ნომერი ჩვენი არის 917778. კიდევ ერთხელ ვიმეორებ კატეგორიულად, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, მომართვა ჩვენ და მიკითხვით SMS-ით, ხო? ამ SMS-ით 917778 აბსოლუტურად კონფიდენციალურია და ამ კონფიდენციალურობის დაცვაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ჩვენი რადიო კომპანია. ასე რომ ნუ მოგვერიდებათ, მოგწერეთ SMS-ები და
და თუ გნებავთ, დაგვირეკეთ კიდევაც სტუდიაში. მასა და მე დაუბრუნდეთ თემას. განმარტოთ, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, რა არის ტერმინი ტრანსსექსუალობა, ტრანსსექსუალიზმი, ხო? იმიტომ რომ ტრანსსექსუალობასაც ხმარობენ, ტრანსსექსუალიზმსაც ხმარობენ და ტრანსგენდერობა. აი ტრანსსექსუალი ადამიანი ვინ არის და ტრანსგენდერი ადამიანი ვინ არის? ძალიან ხშირად ჩანან ეს პიროვნებები ჩვენი ტელევიზიის ეკრანებზე და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებელი ვერ ხვდება ვინ არიან მაგენი და რას წარმოადგენენ და რა არის ეს მოვლენა თვითონ. მოდით განმარტოთ რა. ტრანსსექსუალობა ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, როდესაც გენდერული იდენტობა, ანუ სქესობრივი იდენტობა ადამიანისა არის საწინააღმდეგო იმისა, რაც მას აქვს დაბადებიდან. მაშასადამე, თუ ადამიანი დაიბადა მამაკაცად და მისი იდენტობა, სქესობრივი იდენტობა არის ქალისა, აი ეს არის ტრანსსექსუალობა. რაც შეეხება ტრანსგენდერობას, ტრანსგენდერულობა ეს არის გენდერული იდენტობისა და დაბადების სქესის არა საწინააღმდეგო სქესის, არამედ ამ სქესის ესე იგი შეუთავსებლობა, ანუ როცა არ ემთხვევა ერთმანეთს გენდერული იდენტობა იმ იდენტობისა, იმ სქესობრივი იდენტობისა, რითაც დაიბადა ადამიანი. შესაბამისად, განსხვავება ტრანსსექსუალობასა და ტრანსგენდერულობას შორის ის არის, რომ ტრანსგენდერული ადამიანები თავის იდენტიფიცირებას აკეთებენ არა მხოლოდ საწინააღმდეგო სქესისადმი, აი მამაკაცი და არის ქალი, ქალი და არის მამაკაცი. არამედ სხვა იდენტობებზეც, რომელიც აი ამ ბინარული გენდერული სისტემიდან გამოდის. არც მამაკაცი და არც ქალი. ეხლა ცოტა ძნელია ახლა ამისი ახსნა და რაღაცნაირად აი დაალაგება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად ესია. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ესე იგი ტრანსსექსუალობაზე, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ტრანსსექსუალობა, ანუ ტრანსსექსუალიზმი დღევანდელი გადასახედიდან, სამედიცინო სექსოლოგიის დღევანდელი გადასახედიდან, კლინიკური სექსოლოგიისა, ხო? არის დაავადება. ტრანსსექსუალიზმი და ადამიანი ტრანსსექსუალი, რა თქმა უნდა, მოითხოვს და ეკუთვნის კიდევაც მას დახმარება ექიმისა. ეს ყველაფერი არის სხვათა შორის საერთაშორისო კლასიფიკაციაში ეგრეთ წოდებული DSK 10. საერთაშორისო კლასიფიკაცია არის დაავადებების დღეს მოქმედი DSK 10. ამ კლასიფიკაციაში არის ჩართული ეს ტრანსსექსუალიზმი და ეს ცალსახად ითვლება დაავადებად. და აი ტრანსსექსუალობა, აი როგორ არის განმარტებული, აი ტრანსსექსუალიზმი, ანუ ტრანსსექსუალობა როგორ არის განმარტებული ამ DSK 10-ში, ანუ სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კლასიფიკაციაში. ეს არის ტრანსსექსუალობა. სურვილი ადამიანისა იცხოვროს და ახმული იქნეს გარემოს მიერ როგორც საწინააღმდეგო სქესის პიროვნება. და ამ დროს როგორც წესი სახეზე არის ფსიქიკური დისკომფორტის, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დისკომფორტის განცდა თავისი ანატომიური სქესის გამო და თავისი სქესობრივი იდენტობის გამო, რომელიც სინამდვილეში ამ ადამიანის აზრით არის საწინააღმდეგო. და ეს ყველაფერი არის საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ამ ადამიანის ტრანსსექსუალის სურვილში გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია და შესაბამისად შეიცვალოს სქესი. აი ესე არის განმარტებული თანამედროვე საკლასიფიკაციო სისტემაში და ამიტომ, როდესაც ისმის ლაპარაკი, რომ აი ბატონო ეს არ არის დაავადება, არამედ ეს არის ძალიან ნორმალური მდგომარეობა, იცით რა, როდესაც ადამიანი მზად არის სულიერი ტანჯვის გადასალახავად
გაიკეთოს ესეთი მძიმე ოპერაცია და ეს სქესის შეცვლის ოპერაცია ეს არის პლასტიკური ოპერაციების ასე ვთქვათ დიდი რაოდენობა რომელიც იწელება ხშირად წლების განმავლობაში მიმდინარეობს ეს ოპერაციები ძალიან მძიმეა არც თუ ისე უსაფრთხო საკმაოდ სახიფათო არის ჯანმრთელობისთვის მაგრამ ადამიანი იმდენად იტანჯება იმის განცდით რომ ის საწინააღმდეგო სქესს ეკუთვნის და ამ დროს არის სხვა სქესი ხო რომ ის მზად არის ეს ტანჯვა გაიაროს და ის რისკებიც თავი მის მიერ არის ბოლომდე გააზრებული რა რისკებიც მოყვება ამ ქირურგიულ ოპერაციას აი ეს არის ტრანსსექსუალობა ეხლა რა არის იცით ძალიან ბევრი არის მე ვერ ვიტყვი ახლა ეს არის სპეკულაცია მაგრამ ეს ელემენტარული ინფორმაციის და ალბათ პროფესიონალიზმის ან როგორ უნდა მოთხოვოთ პროფესიონალიზმი ადამიანებს რომლებიც ექიმები არ არიან უფრო ხშირად ისინი ცოდავენ და აი ვრცელდება მთელი რიგი რაღაც ესეთი ცრუ ინფორმაციები რომ ვითომ უკვე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ტრანსსექსუალიზმი როგორც პათოლოგია ამოიღო საკლასიფიკაციო სისტემიდან რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ უკვე ეს მდგომარეობა ადამიანისა რომელიც მე ავწერია რა განმარტე უკვე ამოიღო მოხდა ერთი სიტყვით არის ესეთი პოპულარული ტერმინი დეპათოლოგიზაცია ესე იგი ტრანსსექსუალიზმის დეპათოლოგიზაცია და ტრანსგენდერულობის და DSM-5 მართლა გამოვიდა ეხლა სულ ახალი საკლასიფიკაციო სისტემა ეს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციისა და იცით რა არის მანდ ამოღებული კი არ არის ეს დიაგნოზი იცით რა მე ბევრისაგან განსხვავებით ეს DSM-5 უახლესი კლასიფიკაცია ამერიკული სადაც არის ყველა სექსუალური დისფუნქცია და ყველა ფსიქიკური აშლილობაც არის მაგრამ სექსუალურ დისფუნქციებს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკა და ერთი თავი არის მთლიანად ამ მდგომარეობაზე არაფერი ამოღებული არ არის ძვირფასო რადიომსმენელებო უბრალოდ შეცვლილი არის სახელწოდება ესე იგი დიაგნოზი არის შეცვლილი იცით დიაგნოზი ტრანსსექსუალიზმი რომელიც მე წავიკითხე და რომელიც არის DSK-ში დღემდე ხო შეცვლილი არის დიაგნოზი გენდერული დისფორიით რა თქმა უნდა ეს გენდერული დისფორია ეს დიაგნოზია თავისთავად რა მაგრამ აი მან ჩაანაცვლა ეს დიაგნოზი ტრანსსექსუალიზმი არ არის ეს ამოღებული ეს იგივე მდგომარეობაა როდესაც ადამიანი თავის თავს თავის იდენტობას განიხილავს საწინააღმდეგო სქესის ჭრილში ის მზად არის ჩაიტაროს ქირურგიული ოპერაცია შეიცვალოს სქესი და ის მდგომარეობა რაც მას აქვს და რასაც ის განიცდის და ფსიქიკაზე ესე დარტყმას რო აყენებს აი ეს არის სწორედ დისფორია რა არის აი დაუკმაყოფილებლობა ამ შემთხვევაში გენდერული დაუკმაყოფილებლობა თავისი სქესით რა არის შეცვლილი არაფერი არ არის შეცვლილი მაგრამ საქმე რაშია იცით არსებობს მთელი რიგი პოზიციები ამასთან დაკავშირებით და აი განსაკუთრებით აი აქტიურობს ამ პოზიციებში ერთი გაერთიანება რომელსაც ეწოდება სოფლიოში დიდი გაერთიანება სოფლიო პროფესიული ესე იგი ტრანსგენდერული ჯანმრთელობის სოფლიო პროფესიული ასოციაცია ესე ქვია მან გაერთიანებული არიან ექიმებიც მათ შორის და ძირითადად ისინი აი სპეციალიზირებული არიან აი ტრანსგენდერულ და ტრანსსექსუალურ ტრანსგენდერებთან და ტრანსსექსუალებთან მუშაობაზე რა და აქ იცით რა არის ესე იგი მათი პოზიცია როგორ არის ისინი გამოყოფენ რა რაღაცნაირად ერთმანეთისგან ტრანსსექსუალობას ტრანსგენდერულობას და კიდევ ცალკე გამოყოფენ ეგრეთ წოდებულ გენდერულ არაკონფორმულობას და ესე იგი ეს რაღაცნაირად აი მათი აზრით ეს ყველაფერი არა არ უნდა ჩაითვალოს პათოლოგიად რა პირველ რიგში ლაპარაკი არის გენდერულ არაკონფორმულობაზე მაგრამ ამ შემთხვევაში იცით რა თვითონ მაგენივე მიუთითებენ იმიტომ რომ მანდ ექიმებიც ბევრია ამ ორგანიზაციაში რომ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო რატოა სიფრთხილე საჭირო იცით ტრანსსექსუალობა საკმაოდ ხშირი არის როგორც გამოვლინება ფსიქოზური რეგისტრის აშლილობებისა, ფსიქიკური აშლილობებისა, განსაკუთრებით ისეთი მძიმე დაავადებისა, რომელიც არის შიზოფრენია. აი სხვადასხვა ფორმების დროს შიზოფრენიისა, შიზოტიპიური აშლილობებისა
ძალიან ხშირია ეს ტრანსსექსუალობისა და ტრანსგენდერულობის გამოვლენებები და საერთოდ აი ბევრი კვლევებით აი 25%-მდე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში გენდერულ დისფორიას განიცდის. ეხლა მე დროებით ვწყვეტ, ასე ვთქვათ, თემაზე საუბარს, იმიტომ რომ კვლავ არის ზარი მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელს, ეთერში ბრძანდებით გისმენთ. გამარჯობა ბატონო ზურაბ. ეგეთი შეკითხვა მექნება ტრანსსექსუალებთან დაკავშირებით, საერთოდ ჰომოსექსუალისტებთანაც. უკაცრავად გაგაწყვეტინებთ რა, თქვენ ჭირიმე. ვარიანტი რაღაც სლოვანებაში განუვითარდება დაუშვათ 5 წელი, 6 წელი თუ 3 წელი. და კიდე მეორე შეკითხვა მექნება, ადრე საუკუნეებში ეგრე იყო მომრავლებული თუ აი რო ადამიანი რო აკვირდება რაღაცნაირად თვალშისაცემია რომ ეხო უფრო რაც მეტი გადის დრო უფრო მეტი იბადებს ეგეთი ადამიანი ჰომოსექსუალი ტრანსსექსუალი მთელ სოფლიოში მაქვს ხედულობაში საერთოდ თელევიზიაზე ჩვენ დედამიწაზე. კი ბატონო, გიპასუხებთ, ესე იგი უპირველეს ყოვლისა მე უცბად მინდოდა დასაწყისშივე რომ დამეზუსტებინა რომ თქვენ გქონდეთ ადეკვატური ზუსტი ინფორმაცია. ტრანსსექსუალობას არაფერი კავშირი არ აქვს ჰომოსექსუალობასთან. კი, ვიცი, უბრალოდ მე დაგისვით ეს შეკითხვა, კი, მე ვიცი, და ეს სულ სხვა ფენომენებია, სულ სხვა მდგომარეობებია და აქ ძალიან რთული, ასე ვთქვათ, ხლართებია ზოგჯერ რა და ამ ხლართებზე ახლა ჩვენი დღევანდელი გადაცემის ფორმატი იმდენად ვიწროა, იმდენად ცოტა გვაქვს დრო, რომ ამაზე საუბარი, რა ვიცი, ალბათ ესე იგი ერთი ლექციების ციკლი დაჭირდება მაგას. მე ვეცდები მაინც დეტალურად უპასუხო თქვენ კითხვას. ტრანსსექსუალობასთან მიმართებაში, იმიტომ ჩვენი გადაცემის თემა ეგ არის. ტრანსსექსუალობა არ არის მხოლოდ დღევანდელობის ფენომენი. ტრანსსექსუალობის სხვადასხვა გამოვლენებები, სხვათა შორის, აი, ბევრ კულტურებში უძველესი პერიოდიდან არის. უძველესი პერიოდიდან. სხვა საქმეა, რომ ეს არ არის ხშირი. ეს არ არის ხშირი, თქვენ აი მე შემიძლია დაგეთანხმოთ, აი ის ყურადღება, რაც ეთმობა მაგალითად აი ტრანსსექსუალობას და ტრანსგენდერობას, თუნდაც ჩვენ მედიაში, მის გავრცელებას რაღაცნაირად არ ემთხვევა რა. აი გეტყვით რა, აი ტრანსსექსუალიზმი არის იშვიათი მოვლენა. მისი სიხშირე არის 100,000 მამაკაცზე 1 და 130,000 მამაკაცზე ქალზე 1. მოით ეხლა საქართველოს მოსახლეობაზე გავიანგარიშოთ და რამდენი გამოდის ჩვენთან აი რეალურად აი ტრანსსექსუალი? 40 ხო? მამაკაცი. ის სადღაც ეგრე გამოგე. 40 მამაკაცი და ქალი. და ეხლა ისე აქტიურობენ ეხლა მაგენი ეთერში რომ მეტი ჩანან, ხო? აი ეს ცოტა და მეტკოსოზე. ხო და ეს ცოტა რაღაც ეჭვებს იწვევს ჩემშიც როგორც ექიმშიც, მაგრამ ეხლა რა არის ის მოდით ნუ ვიქნებით კატეგორიულები. რაღაცნაირად აი ყოველთვის ვეცადოთ ჩვენ ესე იგი შევინარჩუნოთ აკადემიურობა რა. და აი რო ვიყოთ აკადემიური, აი ეს საკითხიც ალბათ აუცილებლად უნდა აი შევისწავლოთ უფრო დეტალურად და უნდა ვეცადოთ რომ ავირიდოთ თავიდან აი ზედაპირული რაღაც ასე ვთქვათ აზრები და იდეები რა და რაც შეეხება მიზეზებს მე თქვენ მიზეზი დამისვით იცით რა მიზეზი ძალიან რთული განსასაზღვრია და უამრავი თეორიები არსებობს მხოლოდ და აი ზუსტი მიზეზი აი დადგენა ზუსტი მიზეზისა თუ რითი არის განპირობებული აი ტრანსსექსუალიზმი ხო ეს ნუ ძალიან ძნელი განსასაზღვრავია რა უამრავი თეორია არსებობს აი დაახლოებით ამ შემთხვევაში ალბათ გარკვეულწილად შედარება ჰომოსექსუალობასთან არის ასე ვთქვათ საკმაოდ ლოგიკური იმიტომ რომ იქაც უამრავი თეორია და არც ერთი ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ახლა ზოგჯერ არის ისეთი ახალგაზრდებს ჩვევიათ კატეგორია. აი უკვე დაადგინეს, ამ გამოაქვეყნეს მე ინტერნეტში ვნახე. ინტერნეტში იმდენი ფსიქიკურად არასრულფასოვანი ადამიანი დებს ამ პოსტებს და რაღაცეებს. ეს თუ ჩვენ განვიხილეთ როგორც ესე იგი აქსიომა და ნუ არ არის ესე რა. ჯერჯერობით ეს საკითხი არის ღია. არ ვიცით ჩვენ მიზეზი, მაგრამ ფაქტია რომ პრობლემა არსებობს, ფაქტია რომ ეს ადამიანები არსებობს და ჩვენთვის ექიმებისთვის აუცილებელი არის იმისი გაცნობიერება და არა მარტო ექიმებისთვის, მაგრამ პირველ რიგში ექიმებისთვის, რომ ადამიანებს ჭირდებათ დახმარება, ჩვენი დახმარება პირველ რიგში ექიმებისა. და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ და ვეხმარებით კიდევაც შეძლებს დაგვარად. სხვა საქმეა რომ მე მინდა ვთქვა რომ რაღაცნაირად მედიცინას ვერ მიყვება კანონმდებლობა, ბევრი რამე არის დასახვეწი, თუნდაც აი მათი მკურნალობის
აი ეს სქესის შეცვლის ოპერაციის საკითხი, აი ბევრი რაღაცა არ არის რა, იცით რა. ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობის დონეზე, ასე ვთქვათ, მიღებული დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტი უნდა იყოს, ბევრი ასე ვთქვათ კანონქვემდებარე, არაფერი არ არის აბსოლუტურად, არანაირი ნორმატიული ბაზა არ არის და რეალურად ეს პიროვნებები განწირულები არიან ტანჯვისათვის რა და მერე მოდიან და გულისწყდებათ ექიმებზე და ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ რა ამ შემთხვევაში რა. ჩვენ საკითხს ვსვავთ, აქტუალობას ხაზს უსვავთ და რა ვიცი, აი ერთობლივად აი საზოგადოება მოდით ვიმუშაოთ ამ თემაზე რა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი არიან ისინი. გაიხარეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასადამე ჩვენ გვაქვს უკვე საშუალება გავაგრძელოთ, აი ძალიან საინტერესო კითხვებია, ერთი მეორეზე საინტერესო კითხვები არის და საკმაოდ აი ვინც გვისვავს მაგ კითხვებს ეთყობა რომ რაღაცნაირად აი თემაშიც არიან და ყველაფერს ფლობენ ძალიან კარგად. აი ჩვენ შევეხეთ სქესის შეცვლის ოპერაციას, ქირურგიულ ოპერაციას, ხო? და ეს ქირურგიული ოპერაცია სხვა შორის ეს არ არის დიდი ხნის დაწყებული. ამას მე დაუბრუნდები მის მერე, როდესაც უპასუხებ რადიო მსმენელის კითხვას, რომელიც ეთერშია. ეთერში ხართ, გთხოვთ თუ შეიძლება გისმენთ? ბატონო ზურა. დიახ. ბათუმიდან გერეკა. გისმენთ? ვარ 72 წლის კაცი. დიახ. პენესის დერეგირება არ ხდება. ნახევრად დერეგირდება, მერე უკან მიდის. ხანდროს აქტიც მაქვს, მაგრამ მუძულური. დამეში დამეხმარებით ამ სკნეში როგორ მოაგვარო? შაქრიანი დიაბეტი ხო არა გაქვს ბატონო ჩემო? არაფერი აღარ მაქვს. არა ხო? კარგი, იცით რა, 72 წელი ეს არ არის ის ასაკი, სადაც უნდა ადამიანმა საბოლოოდ შორის მედიცინაში ვარ 40 წელია. კი ბატონო, არ არის ეს ასაკი ისეთი, რომ ხელი ჩაიქნიოს სქესობრივ ცხოვრებაზე. ამიტომაც ესე იგი თუ გაქვთ სურვილი, თუ შენარჩუნებული არის სქესობრივი ლტოლვა, მე აუცილებლად გირჩევთ რომ გამოკვლევის ჩატარება დაიწყოთ აუცილებლად. საიდან როგორ? იცით რა, პირველ რიგში აუცილებელია ტესტოსტერონის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში. სტერონის განსაზღვრა სისხლში. ტესტოსტერონის, საერთო ტესტოსტერონის, პროლაქტინი კიდე სასურველია, თქვენ თუ ექიმი ხართ, გეცოდინებათ ეს. ექიმი არ ვარ, მე მდროდი ვარ. ხო. ესე იგი, აი ჰორმონები უნდა განისაზღვროს რა, სასქესო ჰორმონები და გამოკვლევა გჭირდებათ, იცით? გამოკვლევა გჭირდებათ და მკურნალობა სექსოლოგთან. არ გირჩევთ უროლოგთან მკურნალობას, იმიტომ რომ ეს თუ დაუშვათ არ გაწუხებთ რაღაცა პროსტატის პათოლოგია თუ არა, ხო, მაშინ თუ მარტო სექსუალური დისფუნქციაა, თქვენ მხოლოდ სექსოლოგი გჭირდებათ, ბატონო ჩემო რა და შეიძლება თქვენი დახმარება ნამდვილად შეიძლება. ბაკარკი მოცორ. კარგად ძანდებოდეთ, კარგად. ოღონდ რა თქმა უნდა, ახლა ერთი რამეც არის ბატონო ჩემო რა. მკურნალობა საკმაოდ სერიოზულია რა და ამიტომაც ეს ექიმ სექსოლოგს უნდა მისცეს საშუალება, მაგალითად გულსიზრდათა სისტემა უნდა კონდეთ მეტნაკლებად წეს რიგში. ერთი სიტყვით კარდიოლოგმა უნდა მწვანე შუქი მისცეს ექიმ სექსოლოგს იმისათვის რომ ჩაატაროს აქტიური მკურნალობა. აი ეს არის აუცილებელი პირობა. ხანდახან არის ხოლმე თანხლები და დაავადებები, ძირითადად გულსიზრდათა, რომელიც ძალიან ხელს გვიშლის ჩვენ რომ ასე ვთქვათ ძლიერი და ეფექტური საშუალებები გამოვიყენოთ. აი ეს გაითვალისწინეთ რა. ხო, გასაგებია, მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. კი ბატონო, ესე იგი დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, აი პირველი ოპერაცია ვახსენეთ. აი როდის გაკეთდა პირველი ოპერაცია? საკმაოდ ბევრი დრო არ არის გასული მის მერე. რა თქმა უნდა, გასულ საუკუნეში გაკეთდა ესა მე-20 საუკუნეში და გაკეთდა 1953 წელს. და პირველი ოპერაცია, სქესის შეცვლის ოპერაცია, ხო, რომელიც გაუკეთდა ტრანსსექსუალს და ეს ტრანსსექსუალი იყო არც მეტი და არც ნაკლები ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობდა დანიაში. და აი საზღვაო ფეხოსანი იყო, იცით, გვარად კრისტიან იორგენსენი. ამერიკელი იყო ეს კაცი. და ჩაუტარდა 1953 წელს ეს ოპერაცია და გადაიქცა ქალად ამ ოპერაციის შედეგად.
ეხლა რა არის იცით ქირურგიული ოპერაციის შედეგები ხო ყველასთვის გასაგებია რომ შექცევადი ვერ იქნება არის რაღაცა ოპერაციები რომელიც დაუშვათ იკეთებს ადამიანი და მე შეიძლება ის დაუშვათ მოითხოვოს რაღაცა აღდგენა ესე მდგომარეობის ამ შემთხვევაში ტრანსსექსუალისტთან მიმართებაში როდესაც სქესი იცვლება როდესაც კეთდება უმძიმესი ურთულესი ოპერაციები ქალის მამაკაცად ასე ვთქვათ მამაკაცის სქესად შეცვლისა და მამაკაცის სქესის ქალად შეცვლის ოპერაციები როცა კეთდება შექცევადობა გამორიცხულია ვეღარ დაუბრუნდება თავის სქესს და იცით რა ეს გარკვეული პრობლემა არის რა იმიტომ რომ აუცილებლობას აჩენს დიდი სიფრთხილის გამოჩენის ამ შემთხვევაში რაში მდგომარეობს ეს სიფრთხილე გადაწყვეტილება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარების შესახებ უნდა მიღებული იქნეს მხოლოდ აუთენტიური ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში როდესაც არის ეს გენდერული დისფორია და როცა ადამიანს მართლა არ შეუძლია სქესის შეცვლის გარეშე ცხოვრება აი მაშინ უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია და საერთოდ არის ესეთი ცნება აი სექსოლოგიაში არის ესეთი ცნება რომელიც აი აქტიურად ხდება ეს დისკუსიაც არის ხოლმე სხვათა შორის წავე დისკუსია ამის თემაზე ტრანსგენდერული გადასვლა ანუ ტრანსგენდერული ესე იგი გარდამავალი პერიოდი გადასვლა რა ერთი სქესიდან მეორემდე აი ეს პერიოდი სადღაც საშუალოდ 1.5-2 წლის გამოსაცდელ პერიოდს მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკიდან გამომდინარე სხვათა შორის აი საქართველოს სინამდვილეში ვერაფრით გავახარებ იმ ადამიანებს რომლებიც თავის თავს აი ტრანსსექსუალებად თვლიან აი ტრანსგენდერებად თვლიან და აი არანაირი საკანონმდებლო ბაზა იმისათვის რომ აი გაკეთდეს ეს ყველაფერი თუნდაც სამედიცინო სერვისების თვალსაჩინო არ არსებობს რა ფაქტობრივად ყველაფერი ის რაც კეთდება აი პარტიზანობის დონეზე კეთდება უბრალოდ ესე იგი ჩვენ იძულებული ვართ ექიმები გაუწიოთ პაციენტის თხოვნას ანგარიში და დავეხმაროთ მას შეძლების დაგვარად აი რაღაცა რეალური შედეგი ძალიან ძნელი მისაღწევია და ისე იმ ქვეყნებში სადაც ეს არის ეს ნორმატიული ბაზა შექმნილი სადღაც 1.5-2 წლის გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხდება პაციენტზე საფუძვლიანი დაკვირვება ამ პროცესში მონაწილეობენ სექსოლოგები, პლასტიკური ქირურგები და ამავე დროს მონაწილეობენ კიდევ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები მე ვახსენე ამას წინათ რამდენად ხშირია სხვათა შორის ესეთი ტენდენციები ტრანსსექსუალიზმის ტენდენციები ტრანსსექსუალობისა და ტრანსგენდერობის ტენდენციები პაციენტებში რომელიც აქვთ ფსიქოზური რეგისტრის მაშლობა ანუ შიზოფრენია სამწუხაროდ ძვირფასო მეგობრებო ჩვენ ძალიან მცირედად შევედით ამ საინტერესო თემაში საინტერესო როა თუნდაც იმითი დასტურდება რომ კითხვა მივიღეთ ამ თემაზე საერთოდ იშვიათია ხოლმე თემაზე კითხვა სხვა რაღაცებს გეკითხებიან ხოლმე მაგრამ იმ საკმაოდ ბევრი კითხვიდან რა ჩვენ დღეს მივიღეთ იყო ერთი კითხვა რომელიც თემის მიხედვითაა და ამიტომაც ეს მე მგონი გვაძლევს იმის საფუძველს რომ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი შემდეგ გადაცემაში უკვე დაფნას მონაწილეობით მე მგონი ბევრად უფრო ცოცხალი იქნება გადაცემა ბევრად უფრო ემოციურად მრავალფეროვანი იქნება და დაფნა დაგამშვენებს ჩვენ ხო ჩვენ ყველას ამ სტუდიაში და რა თქმა უნდა გულს აუთბობს ჩვენ ყველა რადიოსმენელს დაფნის ხმის გაგონება ერთი კვირის შემდეგ. ეხლა კი ისევ სარეკლამო ჭრა არის პირველი ნახევარი გადაცემისა დასრულდა, იწყება მეორე ნახევარი. ჩვენ მოვემზადებით ეხლა იმ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაცემის დასრულებამდე კიდევ გამოაგზავნით თქვენ ინტენსიურად ამ კითხვებს და ვეცდებით ყველანაირად მაქსიმალურად უპასუხოთ რაც შეიძლება მეც. ამიტომაც დროებით გემშვიდობებით, ეხლა გვაქვს სარეკლამო ჭრა და მერე უკვე მეორე ნაწილში გადაცემისა მე მზად ვიქნები თქვენს SMS-ებს უპასუხო. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს.
მოგესალმებით კიდე ძირფას რადიო მსმენელებო. მოვიდა უკვე SMS-ებზე პასუხის დრო და საკმაოდ ბევრია SMS-ები. ჩემთვის ცოტა მოულოდნელია, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის სასიამოვნო მოულოდნელობა. მე ვეცდები იმის დამიხედვით, აი როგორც შემოვიდა, აი ასე ვთქვათ, ნუმერაციის მიხედვით უპასუხო. აი ცოტა ესეთი უცნაური შეკითხვა მოვიდა ბოდიში ბატონო ზურა ბოდიშს რატომ იხდის ვერ გავიგებ რადიოსმენელი მაინტერესებს ევოლუციას ექვემდებარება თუ არა მამაკაცის და ქალის სასქესო ორგანოები მე ესე ვფიქრობ ან ბრმანაწლავი ნუ ახლა რა არის ისეთი ევოლუციას ექვემდებარება ხა რა ხედულობაში ევოლუცია კი მოხდა მაგრამ ეს ადამიანის ევოლუცია მოხდა და რაც შეეხება განვითარებას არა თვითონ ნუ რა თქმა უნდა ხდება ეს ყველაფერი ასაკობრივი ასე ვთქვათ ცვლილებების და მიხედვით ხო ხდება ევოლუცია იმ თვალსაჩინით რომ ვითარდება სასქესო ნიშნები მეორადი სასქესო ნიშნები ქალისა და მამაკაცისა ასაკის მიხედვით და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულ ასაკში იღებს ფორმას იმ ფორმას სრულყოფილ ფორმას რომელიც არის რა თქმა უნდა ხდება ეს შეიძლება ესეთი ტერმინიც ვიხმაროთ ევოლუცია შემდეგი კითხვა ერთი რაღაცა ვერ გაბირკვევია ვერ ჩემ მეუღლეს ვეკითხები და იქნებ თქვენ გამარკვიოთ ჩემი მეუღლე არის პატიმარი და 3 თვეში ერთხელ მიწევს ნახვა და ესე იგი მასტურბაციით ესე იგი მაღწევინებს ორგაზმსო და შემდეგ თვითონ ჩვეულებრივ ესე იგი მაღწევს ეიაკულაციას და ნუ მას უჭირს ერექციის მიღწევაო პლუს ამას პატარა და ლაგამიანი ასო აქვს ნუ რა არის ისიც ახლა ეს ჩამოყალიბებულია მთელი პრობლემები არის ჩამოყალიბებული ხო რახან აღწევს ორგაზმს ქალი მხოლოდ ასე ვთქვათ სტიმულაციის გზით ვერ აღწევს სქესობრივი აქტის გზით ანუ კოიტალურ ორგაზმს ესე იგი ანორგაზმია ამ შემთხვევაში და ნუ რა თქმა უნდა მკურნალობაა საჭირო ნუ ის რომ მამაკაცს აქვს პრობლემა ერექციასთან დაკავშირებით პატიმრობაში რო არის 3 თვეში ერთხელ არის მხოლოდ ეს პაემნები ნუ სულ არაფერს 3 თვეში ერთხელ ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და რაც შეეხება პატარა და ლაგამიანი ხო ნუ ლაგამის მოგვარების პრობლემა საკმაოდ ადვილია რა უნდა გაკეთდეს ჩუჩის პლასტიკა რაც შეეხება პატარა ზომა ნუ პატარა ზომა ეს ყველაფერი შეფარდებითია რამდენი სანტიმეტრია რეგირებულ მდგომარეობაში ეგ არის საინტერესო შემდეგი კითხვა გამარჯობა მივიღე პრეპარატი ადორა ნახევარი მე არ ვიცი ეს პრეპარატი მართალი გითხრათ არ მიმუშავია ამ პრეპარატზე არ ვიცი შედეგად მომცა კარგი შედეგი იყო მაგრამ მიტოვებს თავის ტკივილს მადლობთ ну ახლა ყველა პრეპარატს აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები რო იყოს მინიმიზირებული ან სულ არ იყოს ამისთვის საჭირო არის არა თვითმკურნალობა თავისი ინიციატივით პრეპარატის მიღება მე ვეჭვობ რომ ამ შემთხვევაში ესე იყო არამედ საჭიროა ექიმის დანიშნულებით მიღება პრეპარატისა შემდეგი კითხვა მალე რომ არ დაასრულო სექსი და გაახანგრძლივო რა არსებობს ამისთვის უკუჩვენობა არ მოყვეს აი უკუჩვენება არ მოყვეს აი ეს არის ძალიან კარგი დათქმა ну როგორც ჩანს ჩვენი რადიოსმენელის სქესობრივი განათლების დონე მატულობს და მატულობს ჩვენი დამსახურებაც ამაში მე მგონი არსებითია რა ნამდვილად უკუჩვენება რო არ მოყვეს არა ნაადრევი ეიაკულაციაზეა ახლა ლაპარაკი ხო ნაადრევი ეიაკულაციის მკურნალობა ანუ გახანგრძლივება პერიოდისა როდესაც მამაკაცი აღწევს ეიაკულაციას უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან მკურნალობის მეშვეობით და არა თვითმკურნალობის მეშვეობით. აი მაშინ არ მოყვება არანაირი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. შემდეგი კითხვა ბატონო ზურა, მადლობა რომ არსებობთ ნინო ბებო. ნუ ნინო ბებო აწერს ხელს და მე ნინო ბებოს მადლობას უძღვნი იმისათვის რომ ასეთი თბილი სიტყვები მოგვიწყნა ჩვენ და პირადად მე. შემდეგი კითხვა ავტოგაზი თუ მოქმედებს უარყოფითად პოტენციაზე. ну მე არ მინახია
კვლევები და მაგასთან დაკავშირებით საინტერესო თემაა თავისთავად საინტერესო თემაა მაგრამ მონაცემები ამის შესახებ აი ავტოგაზის ან ბუნებრივი გაზის აი პროპანია ხო ეს ბუნებრივი გაზის ზემოქმედება სქესობრივ ფუნქციაზე ხო მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე ნუ მე ვეცდები მოვიძიო თუ არსებობს ესეთი პუბლიკაციები შემდეგი კითხვა გამარჯობა როდესაც საქმეზეა მიმდგარი და აქტი ვერ ხერხდება როგორც ირკვევა ეს ვაგინიზმია თუ ერექციული დისფუნქცია და ზოგადად ვაგინიზმისას ასოს შეყვანა ოდნავადაც ვერ ხერხდება დიდი მადლობა კარგი კითხვაა ძალიან როგორც ჩანს რადიომსმენელს ნუ არ ვიცი თავად თუ ან ვიღაცას შეიძლება თავადაც აქვს ეს პრობლემა გოგონა თუ ვაგინიზმი და ერექციული დისფუნქცია რა არის იცით როდესაც ქალს აქვს ვაგინიზმი კარგი ადეკვატური ერექციის დროსაც საშოში ასოს შეყვანას მამაკაცი ვერ ახერხებს იმიტომ რომ სანამ ქალი არ განიკურნება ვაგინიზმისგან არა განსაკუთრებით როცა ეს არის ნუ ესეთი მძიმე ფორმები ხო თუ ვერ ახერხებს ესე იგი მძიმე ფორმაა მხოლოდ ექიმთან სექსოლოგთან კურნალობის მერე შესაძლებელია სქესობრივი აქტის ჩატარება და სამწუხაროდ აი ამ კურნალობაზე მიმართვა ხშირად აგვიანებს მამაკაცი რაღაცნაირად უკვე ტრავმირებულია ამ წარუმატებლობებით და ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება არ აისახოს ნეგატიურად ერექციულ ფუნქციაზე ამიტომაც ნუ დიდ უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცებს ერექცია ერღვევათ როდესაც სულს აქვს ვაგინიზმი მაგრამ ეს გამოსწორებადია როგორც ერექციული დისფუნქცია ასევე ვაგინიზმი ძალიან კარგად იკურნება თუ პროფესიონალთან მიხვალთ და არ მიხვალთ არაპროფესიონალ ექიმთან არიან ეგეთებიც არასექსოლოგი ექიმები სექსოლოგთან მობძანდით შემდეგი კითხვა გამარჯობა ერთი შეკითხვა მაქვს მაზის შესახებ რაღაცა სახელწოდება რომელიც მე არ ვიცი ეს პრეპარატი და ესე იგი ინტერნეტში წერენო რომ უსაფრთხოა და ესე იგი ასე შემდეგ ეს პრეპარატი მე არ ვიცი ამიტომაც ვერაფერს ვერ გეტყვით მაგ პრეპარატზე და ინტერნეტში რასაც წერენ მე ვურჩევ რომ ინტერნეტში დაწერილ ინფორმაციას მაინც და მაინც ნუენდობიან გადაამოწმონ ეს ექიმებთან მე ეს პრეპარატი არ ვიცი მე არ ურჩევ მის გამოყენებას შემდეგი კითხვა არის ესეთი ჩუჩა არის გადაწეულ მდგომარეობაში და აბსოლუტურად მე ვეღარ ვკითხულობ რა ნუ როგორც ჩანს აქ ფიმოზია ლაპარაკი რა ფიმოზი ეს არის ესე იგი როდესაც ჩუჩის გადასვლა გადმოსვლის პროცესი ასოს თავიდან ასოს თავზე უნდა იყოს აბსოლუტურად უმკივნეულო და თავისუფალი და როდესაც არის ეგრეთ წოდებული ფიმოზური მანჟეტი ფიმოზი ქვია მაგას ამ დაავადებას აი ეს გადასვლა ხდება ხოლმე და როგორც წესი ქირურგიული ოპერაციის გზით ეს კარგად და ადვილად გვარდება ამიტომაც მე ურჩევ რადიოსმენელს მიმართოს უროლოგს ქირურგს ქირურგიული მკურნალობისთვის პრეზერვატივი რა არისო მეკითხებიან ნუ კარგით რა ესე იგი ჩვენი გადაცემის რადიოსმენელისათვის ესეთი კითხვის დასმა ცოტა უხერხულია რა ვიცი ხომარ ხუმრობს რადიოსმენელი შეიძლება ხუმრობს პრეზერვატივი რა არის უნდა იცოდეთ გენაცვალე რა და ამას ჩემი აცნა არ ჭირდება შემდეგი კითხვა ბატონო ზურაბ როგორც უნდა ნუ როგორც ჩანს ტრანსექსუალობაზეა ლაპარაკი და ტრანსგენდერზე რაც როგორც არ უნდა შეალამაზოთ ეგენი პედერასტები არიან მადლობა ამთავრებს ესე ძვირფასო რადიოსმენელო არ ახართ მართალი იმიტომ რომ ტრანსსექსუალობა და ტრანსგენდერობა სრულიად არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად ეს არის ჰომოსექსუალი არ არის ესე რა სხვადასხვა მცნებებია რა და ამიტომ ძალიან გთხოვთ აი დავერკვათ ამ საკითხში უფრო დეტალურად და მე ვიყოთ კატეგორიულები რა შემდეგი კითხვა 37 წლის მამაკაც დიაგნოზი დაუსვეს უწყინარი არითმია რომელსაც ახლავს პანიკური შიში სისუსტე გაღიზიანება ძლიერი ფსიქოტროპული წამლები დაუნიშნეს იმოქმედებს თუ არა ეს სექსუალურ ფუნქციაზე და ხوار დააქვეითებს ლიბიდოს იცით რა ძნელი სათქმელია ყველაფერი ეს როგორი მოქმედებს და რანაირად მაგრამ საერთოდ ესე იგი საჭირო არის ამ დროს სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მჭიდრო თანამშრომლობა
თუ არის რაღაც საფუძველი იმისა, რომ აი ფსიქიატრმა, რომელიც კურნალობს ამ პაციენტს 37 წლის მამაკაცს, თუ ფსიქიატრი რაღაცნაირად ეჭვობს, რომ აქ შეიძლება იყოს სექსუალური დისფუნქცია, უმჯობესია ექიმ სექსოლოგთან თანამშრომლობის პირობებში ერთობლივად მიხედონ ამ პრობლემას. აბსოლუტურად მოგვარებადია ესე რა. ძლიერი ფსიქოტროპული წამლების მიღება არ ნიშნავს, რომ ადამიანი განწირული არის სექსუალური დისფუნქციისთვის. ეგრე არ არის. მაგრამ აი სექსოლოგის ჩართვა საჭიროა მაგ დროს, სადაც კაი შედეგებს იძლევა სხვათა შორის რა. აი ახლა კითხვა არის, ახლა ცოტა ისეთი რა, რო იტყვიან სხვა მიმართულებაა ეს არ არის სექსოლოგია, მაგრამ მაინც მე წავიკითხავ ამ კითხვას. არითმია, ამოვარდნები მეორდება თვეში ერთხელ ან მეჯერ, იქნებ გვიჩიოთ კვალიფიციური ექიმი ან არითმიის მოგვარებაში და შემდგომ დისფუნქციაზე ვიზრუნებთ. მადლობა წინასწარ. ესე იგი, სექსუალური დისფუნქციაც აქვს ამ ადამიანს და აქვს კიდე არითმიებიც. იცით, პირველ რიგში სექსუალური დისფუნქციებამდე ძვირფასო რადიო მსმენელო უნდა მიმართოთ კარდიოლოგს. კარდიოლოგიური სკოლა საქართველოში ძალიან ძლიერია. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ საქართველოში არის ბევრი და ძალიან კარგი კარდიოლოგი. და აი, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და მე ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ კარგი კარდიოლოგის მოძებნა და თუ სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა იქნება დღის წესრიგში, მაგის მოგვარებადია. შემდეგი კითხვა, ბატონო ზურაბ, მაინტერესებს ასოს სიმაგრის დაქვეითება რამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში რაიმე ანთებითმა პროცესმა ან გადაღლილობამ და უძილობამ. ერთი რამე უნდა გიპასუხოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, რომ ანთებითმა პროცესმა ნამდვილად არ შეიძლება გამოიწვიოს და ის ექიმი, ვინც ამბობს, რომ ანთებითი პროცესი იწვევს ერექციის დარღვევას, ის ექიმია უსინდისო და უცოდინარი. ან უსინდისო, ან უცოდინარი, არც ერთი ვარგა, არც მეორე. გადაღლილობა და უძილობა, რა მოგახსენოთ. პრინციპში არ უნდა იმოქმედოს. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არის ერექციული დისფუნქცია, უმჯობესია ექიმ სექსოლოგთან მიბრძანდეთ და დავადგინოთ მიზეზი, დიაგნოზი უნდა დადგინდეს, რატომ დაირღვა ერექცია. ერექცია თავისთავად არ ირღვევა. ერექციას აქვს მიზეზი და ამიტომაც არის ის რამოდენიმე ფორმის. არის ერექცია ორგანული წარმოშობის, როცა ის დარღვეული არის ორგანული პათოლოგიის გამო. არის ფსიქოგენური ერექცია, როდესაც რაღაცა ფსიქიკური მიზეზებით ხდება. არის შერეული, როცა ერთი წაა და მეორე. დასადგენია რა, ამას სექსოლოგის გარდა, ძნელად თუ ვინმე დაადგენს. შემდეგი კითხვა, გამარჯობა. 1 წლის წინ ერთ სათესლე ჯირკვალში ქონდა მსუბუქი სიმძიმის შეგრძნება, საშიშია თუ არა. რა ვიცი ახლა მსუბუქი სიმძიმის შეგრძნება ერთ სათესლე ჯირკვალში ხარ, რატომ უნდა იყოს საშიში? ხან ესეთია შეგრძნება და ხან მეორე. სათესლე ჯირკვლები ეს ისეთი ორგანოებია, რომელიც ძალიან მოწყვლადია ყოველგვარი ზემოქმედებისა. ეს იქნება დაუშვათ ფიზიკური ტრავმა, ხო? ძილში შეიძლება ადამიანმა რაღაც გადმობრუნდეს და რაღაცა უხეშად შეეხოს ამ სათესლე ჯირკვალს და შესაბამისად ყველა ტრავმას თავისი რაღაცა აქვს გამოძახილია რა. თერმიულ ფაქტორზეც არის დამოკიდებული და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორზე რა, მაგრამ 1 წლის წინ თუ ქონდა ჯირკვალში მსუბუქი სიმძიმის შეგრძნება, რა საშიში უნდა იყოს ეს 1 წლის მერე? კარგით რა თქმა უნდა, არა. შემდეგი კითხვა. ბატონო ზურაბ, შესაძლებელია თუ არა მამაკაცს ჰქონდეს 200 და ორივე ჩვეულებრივად უპრობლემოდ ატარებდეს სექსუალურ აქტს. თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ახლა მე არ შემხვედრია და. შემდეგი კითხვა. გამარჯობა, ალბათ ძალიან წვალობენ და ძალიან დაჩქარებულები არიან, დაჩაგრულები არიან. ფაქტიურად ეს გამოდის, რომ სხვის სხეულში ცხოვრა, ლაპარაკი არის ტრანსგენდერებზე, გულისხმობს ტრანსგენდერებს, თუმცა თვითონ დაავადებად არ აღიარებენ ამას. იცით რა? რთული საკითხია რა ესა რა, არ აღიარებენ, აი, როდესაც ადამიანი განიცდის და რაღაცი დაუკმაყოფილებლობაა, ხო, ეს არის დისფორია, ხო? აი, ტერმინი შემოვიდა ესეთი. ახალი დიაგნოზი შემოიღეს ამერიკელებმა თავის კლასიფიკაციაში DSM-5, გენდერული დისფორია, ხო?
ესე იგი თავისთავად ეს ხო დაკავშირებული არის უშუალობა ტრანსსექსუალობასთან არა ეს დაავადება ხო თვლიან თუ არ თვლიან ისიან დაავადება და ექიმის დახმარება ჭირდება და ამის გამო ოპერაციასაც იკეთებს მძიმე ოპერაციას ეს ხალხი არის დაავადება ჩემი აზრი ესეთია შემდეგი კითხვა საქართველოში აგრესიულად ხდება ისევ ტრანსსექსუალობაზე ლაპარაკი ტრანსგენდერზე საქართველოში აგრესიულად ხდებიან ამ პრობლემას და სამწუხაროდ რიყავენ ასეთი დიაგნოზის მატარებელ ხალხს. აი ამ შემთხვევაში მე უნდა გამოთქვა მხოლოდ ჩემი წუხილი, რომ ეს ნამდვილად ასეა. საქართველოში და ჩვენ საზოგადოებაში არსებული გარემო არის ძალიან ქსენოფობიური ამ შემთხვევაში. რა ქსენოფობია მე არ გულისხმობ მარტო და უშუალოდ აი ჰომოფობია ეს გასაგებია რაც არის, მაგრამ ქსენოფობია ზოგადად აი ყველა სახის ფობია და აი ყველა სახის რაღაც განსხვავებული ადამიანის მიუღებლობა, აგრესია მის მიმართ და ეს ფონი, ეს ქსენოფობიური ფონი ჩვენ საზოგადოებაში არის შესამჩნევი, არსებითი, რაც არის ძალიან სამწუხარო. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ საზოგადოებაში განცდა იმისა, რომ ეს არ არის კარგი, არ არის ჯერჯერობით. რაღა დაგჩენია, ესე იგი, მთელი ჩვენი მისია იმაში არის, რომ ტოლერანტულობა გავზარდოთ ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან. იცით რა, მე ვსვამ ესეთ კითხვას რა. ბევრს თავისთავად მიაჩნია ქრისტიანად, ხო? ცხოვრობენ ეკლესიურად რა. შეიძლება ეკლესიური ადამიანი, ან თუნდაც მორწმუნე ადამიანი იყოს არატოლერანტული? სიცხვილია ეს. ადამიანი, რომელიც თავისთავად მორწმუნედ თვლის და ქრისტიანად უნდა იყოს ტოლერანტული და ტოლერანტული აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიმართ. და პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან. ამ ტანჯვას აქვს ობიექტური საფუძველი. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ მთელი ჩვენი გადაცემა ამაზე. რამხელა ოპერაციაზე მიდიან ეს ადამიანები, ეს ტანჯვა შეიმსუბუქონ. მე მგონი ჩვენ აუცილებლად უნდა თანაგზნობა გაუწიოთ ამ ადამიანებს. არ არის სწორი, როდესაც ეს არ არის. არ არის კარგი, როდესაც ეს ქსენოფობიური და არატოლერანტული გარემო ჩვენ საზოგადოებაში ესოდენ მძლავრობს. ეს არის ჩემი პოზიცია. შემდეგი კითხვა. რატომ გაჩნდა ეს დაავადება, რამ გამოიწვია ადამიანის ასეთი გაორება, ტრანსგენდერულობა? ეს არის ძალიან კარგი კითხვა, ძალიან საინტერესო კითხვა და მე შემიძლია ვთქვა ესე, რომ ცალსახა პასუხი ამაზე არ არსებობს. მიმდინარეობს სერიოზული კვლევები, სხვათა შორის ესე იგი თეორიებიც ბევრი არსებობს მაგალითად ორგანული თეორიები, რომელიც აი თავის ტვინის რაღაც აგებულების, რაღაც თავისებურებით ცდილობს ახსნას, ესე იგი ტრანსსექსუალიზმი და ტრანსგენდერულობა. მაგრამ ასე ვთქვათ, დასაბუთებული მეცნიერულად ეს ჯერ არ არის. დასკვნა, რომელიც არის სარწმუნო და რომელიც არის ესე იგი უკვე დადგენილი, არ არსებობს ჯერ. შეიძლება დადგინდეს ეს. სხვა თეორიებიც არის, ჰორმონული თეორია არის ფსიქოლოგიური თეორია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ესენი ჰიპოთეზის დონეზე რჩებიან ჯერჯერობით, უბრალოდ უნდა გამოთქვათ იმედი, რომ ეს კვლევა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში მიზეზის დადგენას მოვახერხებთ. როდესღაც ტრანსგენდერების, ჰომოსექსუალების და სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ხალხს ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკა აქვთ, შეიძლება ჰქონდეთ. რა არის იცით, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ამ ადამიანების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებაზე, როცა ვლაპარაკობთ ამ ადამიანების სტიგმატიზაციის, ანუ საზოგადოებიდან გარიყვის დაუშვებლობაზე, ხო? ჰომოფობიისა და ქსენოფობიის, ასე ვთქვათ, ნეგატიურობაზე რომ ვლაპარაკობთ, ზუსტად ეს აგვავს ხედელობაში. როდესაც არის ესეთი ფონი მძიმე, არა, ზუსტად იქმნება ძალიან კარგი წინაპირობა, რომ ამ ადამიანებს გაუათასმაგდეს ის ტანჯვა, რომელიც მათ ისედაც არ აკლია. არ არის ეს არა სწორი რა. ეს არის ძალიან სასტიკი მიპყრობა ადამიანის მიმართ, მოყვასის მიმართ. უნდა ვიფიქროთ ჩვენ მაგაზე რა და
ჯანსაღი ფსიქიკა რანაირად ექნება თაბა ჯანსაღი ფსიქიკა ვერ ექნება ხო მართალია აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის გენდერული დისფორია რაზედაც ჩვენ ლაპარაკობთ შემდეგი კითხვა თქვენს მეორე წიგნს ველოდებით პირველი დავიზეპირე უკვე შემოგევლოს ჩემი თავი ნეტა სტუდენტებიც ესე იზეპირებდნენ მადლობა შემეცნებითი გადაცემისთვის ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ უაზრო შიშები მომეხსნა და თავდაჯერებული გავხდი ნუ რა ვიცი ხა ამასო წაიკითხავს ექიმი ამასო წაიკითხავს ავტორი ხო წერალი მე მგონი ეს არის ბედნიერება მე მიჩნდება ესეთი განცდა როცა ესეთ რაღაცას წავიკითხავ რადიო მსმენელის ესეთ აზრს მე მიჩნდება განცდა რომ ტყილა არ მიცხოვრია ამ ქვეყანაზე ბედნიერი ვარ ახლა ამ ბედნიერებას დროებით უწყვიტავ მე და სარეკლამო ჭრაზე უნდა გადავიდეთ და მე ცოტა ხნის მერე ისევ დაგიბრუნდებით ისევ უპასუხებ დარჩენილ შეკითხვებს აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად აკრძალული ხილი მოგესალმებით ჯუსტფასო რადიოს მსმენელებო ჩვენ უკვე მივუახლოვდით ჩვენი გადაცემის დასასრულს ნუ ახლა რა არის იცით ანდაზა არის რომ სანამ არ გადახტებიო ჰოპს ნუ დაიძახებო რა ჯერ არ დამთავრებულა გადაცემა და მე მაინც მინდა რომ ჰოპი დავიძახო რა იმიტომ რომ ესეთი კარგი კითხვები მოვიდა თან ბოლო კითხვა ესეთია მაქებენ და მადიდებენ რა ვის არ სიამოვნებს როცა აქებენ რომ ჩვენ გადაცემას ჩემ წიგნს რომელიც გამოვიდა რამდენიმე წლის წინ ესეთი კარგი აუდიტორია აქვს როგორც დღეს მოვისმინე მაგრამ მაინც ჯერ არ დამთავრებულა გადაცემა მაგრამ ყოველ შემთხვევაში უკვე შემიძლია ვთქვა და შემიძლია დაფნაც გავახარო როდესაც ერთ კვირაში ერთად წავიყვანთ მომდევნო გადაცემას რომ მიუხედავად მისი არ ყოფნისა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ წარმატებას ეხლა კი ნება მიბოძეთ ცოტა ხანი შევწყვიტო SMS-ებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ რადიო მსმენელია ეთერში ბრძანდებით გთხოვთ გისმენთ გამემშვიდობის ბატონო ზურაბ შესანიშნავი გადაცემა გამოგივიდა შესანიშნავი მადლობთ ახლა რა უნდა გითხრათ იცით აი ცისფერები ძალიან გონება გახსნილი ხალხია ისეთ პატივსაცემ ამ ხალხს აი რომ ნამდვილად რო ვიცი რომ თქვათ იბას აქვს ეს გადახრა რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან საინტერესო ხალხია და აი თქვენ როგორ ახსნეთ აი ამ იმას ბატონო ეხლა უპირველეს ყოვლისა ხალბატონო მადლობა ჩვენი გადაცემის ესეთი შეფასებისათვის ამ თბილი სიტყვებისათვის საერთოდ რა არის იცით ეხლა მე ყოველთვის აი ჩემ სტუდენტებსაც ვასწავლი, ჩემ შვილებსაც ვასწავლი ყოველთვის და ყველა ჩემ მეგობრისთვის მithქვია რომ არაფერი არ არის იმაზე უფრო ესეთი გამოთქმა არის რა არაფერი არ არის იმაზე უფრო ძვირფასი და არაფერი არ ჯდება იმაზე უფრო იაფი როგორც ასე ვთქვათ კეთილგანწყობა და ამ კეთილგანწყობის გამოხატვა ადამიანის მიმართ მოყვასის მიმართ ამიტომაც მე მადლობას გიზღვინთ ხალბატონო ამ თბილი სიტყვებისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის ჩემთვის რაც შეიძლება თქვენ კითხვას მე მინდა ერთი ხაზი გავუსვა რომ ჩვენი გადაცემა დღეს ჰომოსექსუალობაზე არ ყოფილა ჩვენი გადაცემა არის ტრანსსექსუალობაზე ტრანსგენდერობაზე რაც ნუ განსხვავებულია რა მნიშვნელოვნად განსხვავებულია მაგრამ ბევრი რაღაცა გადაკვეთა ამ პრობლემას აქვს და რაც შეეხება ნუ რა ვიცი ხა თქვენ მხედველობაში ჰომოსექსუალები ყავდა თუ ტრანსსექსუალები რომ აი ისინი ტვინგახსნილები სასიამოვნო ადამიანები არიან მე მომეწონა თქვენი ეს რემარკა ძალიან დროული და საჭიროა და ტოლერანტულია სხვათა შორის ტოლერანტულია და ეს ტოლერანტულობა ის არის რაც ჩვენ გვაკლია და რაც სხვათა შორის კარგტონად არ ითვლება ჩვენ საზოგადოებაში კარგტონად ითვლება კატეგორიულობა კარტონად ითვლება ქსენოფობიური გამოთქმები, აი ამ თუნდაც სექსუალურ უმცირესობასთან მიმართებაში, ტრანსგენდერებთან მიმართებაში, რატომღაც ეს ითვლება კარტონად. ზოგიერთ ნაწილში
საკმაოდ მოსდენ ნაწილში ჩვენ საზოგადოებისა სასიხარულოა რომ თქვენ ამას არიზიარებთ. რაც შეეხება ინტელექტუალურ ასე ვთქვათ შესაძლებლობებს ამ ადამიანებისა მიმხედველობაში ტრანსექსუალები და რახან თქვენ ჰომოსექსუალებს შეეხეთ მაგენიც. იცით რა, სხვაობა არ არის. როგორც ჰეტეროსექსუალებში, ასევე ტრანსექსუალებში და ჰომოსექსუალებში თანაბრად არის ინტელექტუალურად ესე იგი ტვინგახსნილი ადამიანების რაოდენობა. უბრალოდ რა არის, იცით, შეიძლება რა ხდება, იცით, რაღაცნაირად არის ვინც ყველაზე ბევრს ყვირის და ვინც ძალიან ხმაურიანია, იცით, და კატეგორიულია. აი მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში მე ცოტა ეჭვი მეპარება რა და საერთოდ ესეთი ძალიან კარგი ანდაზაა, ეს ანდაზა კი არის გამოთქმა არის ესეთი მშვენიერი და ცარიელი კასრიო ბევრს გრუხუნებსო რა. აი მე მგონი ესე კი პასუხებდა და ისე რა თქმა უნდა გენდერული იდენტობა არ არის დაკავშირებული ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან. დამიჯერეთ ეს ესეა. ეთერში მეტი არ აქვს ხო არავინ, ამიტომაც ჩვენ უკვე მოგვეცა საშუალება გავაგრძელოთ დანარჩენ კითხვებს უპასუხოთ. აი შემდეგი კითხვა მელოდება. ეს კითხვა არის ესეთი: ჩემმა მეზობელმა ბავშვობაში სათესლეები დაიზიანა, სათესლე ჯირკვლები, ხო? ხიდან გადმოვარდა და ღობეზე ჩამოეხია. ვაიმე. ოპერაცია გაუკეთეს და ერთი სათესლე ამოაჭრეს. სექს ან შვილის გაჩენას შეძლებს? რა თქმა უნდა შეძლებს. რა თქმა უნდა შეძლებს, იმიტომ რომ ერთი სათესლის დაკარგვა სულედაც არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაკარგავს შვილოსტობის ფუნქციას, იმიტომ რომ მეორე სათესლი აიღებს თავის თავზე დამატებით მას დატვირთვას და იმედია გაართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში მე სულითა და გულით უსურვებ ამ პიროვნებას, რომ მისი მეორე სათესლი გამოდგეს ჯირკვალი ხოჩაღი და შვენივრად მოახერხოს, ასე ვთქვათ, შვილების გაჩენა. იმედია რომ მოახერხებს. ეთერში გვყავს ისევ რადიო მსმენელი, ბრძანეთ, ისმენთ. მოგესალმები ჩაღამომშვიდობით ბატონოსურობდა. თქვენ დაფნასთან ერთად ყოველთვის და დაფნასაც უსურებ ჯანმრთელობას, ყველა ჯანმრთელობას და თქვენ მსმენელებს და ძალიან საინტერესო გადაცემები გაქვთ ყოველთვის და რა უნდა გითხოთ, იცით? როგორც პრეზიდენტ სექსოლოგის მანდილოსნები რამდენია თქვენი ექიმები, სექსოლოგები ან მსოფლიოში თქვენ ახლა ამდენი საზღვარგარეთ და ამდენი კონფერენციები და საქართველოში ვინ აქვს მანდილოსანი ქალი სექსოლოგები? ეხლა რა შეეცით საქმე, ძალიან კაი კითხვაა რა და ეხლა რა არის იცით, ახლა თქვენ ალბათ ექიმი სექსოლოგი ყავთ ხედელობაში არა? იმიტომ რომ სექსოლოგიაში მოღვაწეობენ არა მარტო ექიმები, ხალბატონო, მე მინდა გითხრათ რომ სექსოლოგიაში ასევე როგორც სხვა სფეროში მედიცინასთან ახლომდგომი მონაწილეობენ სხვა პროფესიის ადამიანებიც, აი მაგალითად ფსიქოლოგები, ხო? არის ფსიქოლოგებიც, არის რომელიც სექსოლოგიის სფეროში. არა, გინეკოლოგი არა, გინეკოლოგი ექიმია. არა ექიმები მაქვს ხედელობაში რა, ფსიქოლოგები, არის კიდევ აი სექსოლოგი კონსულტანტიც არსებობს, აი ესეთი პროფესია დიდ ბრიტანეთში, სკანდინავიაში. მე ბედნიერი ვიქნებოდი თუ მივაღწევოდეს მე რომ საქართველოშიც ეს პროფესია რაღაცნაირად შემოვიდეს. დაიწყოს მომზადება ამ ხალხისა. მე მზათა ვარ ჩავერთო მაგ პროცესში, მაგრამ რაღაც დაინტერესებას ვერ ვატყობ ვერავისგან. აი ამ პროფესიისა არა ექიმებში ძალიან ბევრია ქალები რა, პრაქტიკულად დიდი უმრავლესობა, თითქმის ყველა ქალია. საზღვარგარეთად. მაგრამ აი ექიმ სექსოლოგებში ძალიან ცოტა ქალები. ხომიტომ მამაკაცები არა საქართველოში კი არა. საზღვარგარეთად ცოტანი არიან, არ ვიცი რატომ. საქართველოშიც ცოტა. საქართველოში საერთოდ სექსოლოგები ცოტაა, ალბათონო, 12-ია სერტიფიცირებული და აქედან ქალი 1-ია თუ 2-ია რა, ზუსტად რო გითხრათ ახლა. გასაგებია და იმიტომ შეგეკითხოთ რომ ასეთივე პროპორცია არის საზღვარგარეთ რა, რაღაცნაირად აი ქალებში პროფესია, ექიმი სექსოლოგის პროფესია ქალებში არა, მაინც და მაინც პოპულარული საზოგადოებრივ არ არის. აი ფსიქოლოგები კი ბევრი არიან. აი ეს არის რაც მინდოდა მიპასუხა. ეხლა ეს შემდეგი კითხვა. გამარჯობა, ჯარში წასვლის დროს შემოწმებაში თუ შეუძლიათ ექიმებს მიხვდნენ მამაკაცი გეია თუ არა? ვერ მიხვდებიან, გენაცვალე, ვერ მიხვდებიან ნამდვილად.
ну ახლა რა ვიცი ახლა ესეთი ну თუ გამწევ საექიმო კომისიას აქვს ესეთი მიზანი ცოტა ეჭვი მეპარება მასეთი მიზანი რო ქონდეს ჩვენ კანონმდებლობაში ეს არ არის რაღაცნაირად გაწერილი რა და შესაბამისად ნამდვილად ვერ მიხვდებიან შემდეგი კითხვა ბატონო ზურაბ ხელოვნური ჩასახვის დროს დიაბეტიანი მამაკაცის სპერმა თუ იქნება ნაყოფიერი იცით რა მე მინდა გაგახაროთ რა რომ განსხვავებით სექსუალური დისფუნქციებისა აი მაგალითად ერექციული ფუნქციისა რომელიც დიაბეტის დროს მამაკაცებში ძალიან დიდი ალბათობით და ძალიან ხშირად ზიანდება საერთოდ აი ერექციული დისფუნქცია ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით რა აი თანამედროვე ძალიან უამრავ მასალაზე ათეულათასობით ასე ვთქვათ რესპონდენტის გამოკითხვით მიღებულ მასალაზე საზღვარგარეთ რა თქმა უნდა უმრავლეს შემთხვევაში ყველაზე ხშირი მიზეზი ერექციის დარღვევის არის შაქრიანი დიაბეტი მე მინდა გავახარო ეს ჩვენი რადიოსმენელი რომ ეს არ ეხება შვილოსნობის ფუნქციას შაქრიანი დიაბეტი შვილოსნობის ფუნქციაზე ну პრაქტიკულად ну არ მოქმედებს რა თქმა უნდა ნაყოფიერი იქნება სპერმა მე იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში დიაბეტი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ უნდა იყოს რაც შეეხება შემდეგ კითხვას სრულყოფილი ასო დავარდნილ მდგომარეობაში რამდენი სანტიმეტრი უნდა იყოს არავის არ აქვს კითხვა ამ კითხვაზე პასუხი იმიტომ რომ არაერეგირებულ მდგომარეობაში სიგრძე არაფრის მაჩვენებელი არ არის იმიტომ რომ არაერეგირებული ანუ როგორც რადიოსმენელი ზეგი წერს თავის SMS-ში დავარდნილ მდგომარეობაში მყოფი ასო შეიძლება ერექციის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდოს. საერთოდ რაც უფრო პატარა აქვს მამაკაცს ასო, ერეგირებულ მდგომარეობაში უფრო მეტად იზრდება. ეხლა იქ დიდი რო აქვს არაერეგირებულ მდგომარეობაში, ნაკლებად იზრდება და ამერიკელი სექსოლოგები ამაზე ამბობენ, რომ ერექცია არის დიდი გამათანაბრებლიო რა, დიდი გამათანაბრებელი. ერექციის დროს ესე იგი ასოები რაღაცნაირად ერთმანეთს უტოლდებიან სიგრძეში რა. ჩვენ ყავს რადიოსმენელი ეთერში ბრძანეთ ეთერში ხართ გამარჯობა თუმცა უკვე შეკითხვა მოგეცით და ადრე დაგიცით ცოტა ხნის უკან და კიდე მინდა რაღაც შეკითხვა მაქვს კიდე ბავშვთან დაკავშირებით 17 წლის ბიჭი არის და აი ეგეთი გადამტეხი პერიოდი არის უკვე როცა უკვე ეწყობა მამაკაცური გრძნობები და ისინი რა ყველაფერი და რას გვიჩვენით ან რაღაც სპეც გამოკვლევა ჩაუტაროთ ბიჭს უბრალოდ სამედიცინო გამოკვლევა ჩვენი ბიჭია ყველაფერი მაგრამ აი ხო რეკომენდაცია არ იქნება რომ აი გამოიკვლია სექსუალურად როგორია იმ აქ პერიოდში თანაც კურუარი და ხო კურუები საერთოდ უფრო გოგოების და ბიჭებით უფრო მიდრეკილი ადრე ეწყობათ სექსუალური აქტივობა და აი რამე ეგეთი რომ ან არ დაიზიანოს ან სამედიცინო უბრალოდ ჩაუტარდეს თუ რაღაც რეკომენდაციას კი ბატონო ეს არის უბრალოდ პროფილაქტიკური კონსულტაცია ძალიან კარგია ძალიან დროულია კი ბატონო 17 წლის ასაკში ეს პრინციპში ნაჩვენებია იმიტომ რომ ეს ის ასაკია როდესაც უკვე მამაკაცი უფრო ხშირად ну ქალი ნაკლებად ჩვენთან მაგრამ მამაკაცი საქართველოში უკვე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას და სქესობრივი ცხოვრების წინ სასურველი არის ესეთი პროფილაქტიკური ხასიათის კონსულტაცია სექსოლოგთან რათა ბავშვმა მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია აიმაღლოს სქესობრივი განათლების დონე და რა თქმა უნდა ექიმი რო გასინჯავს თუ გამოკვლევის რაღაც საჭიროებას დაინახავს მაგასაც ჩაუტარებს პრობლემა არ არის მე მივესალმები თქვენ ამ სულისკვეთებას ნამდვილად მივესალმები კარგია და დროულია ყველაფერი მაგის გაკეთება რასაც თქვენ აპირებთ ესე იგი ჩვენი გადაცემა მიუახლოვდა დასასრულს აი მე მივიღე ბოლო კითხვა საკმაოდ ბევრი იყო კითხვები საინტერესო სხვათა შორის რაღაცნაირი დღევანდელი გადაცემა გამორჩეულია საინტერესო კითხვებით რაც არ შეიძლება არ გაგიხარდეს ადამიანს და თან ყველაზე საინტერესო ისაა რომ თემის მიხედვით ბევრი კითხვები იყო რა ეს საერთოდ იშვიათად არის ხოლმე რა და ახლა ეს ბოლო კითხვა მე მინდა გავახმოვანო გამარჯობა სიგვესალმებიან ჩვენც მივესალმებით ამ რადიოსმენელს ეაკულაცია სპერმა მოყვება ესე იგი ეაკულაციის დროს სპერმას მოყვება ძალიან წვრილი თმებიო რისგან არის გამოწვეული ეს არ არის თმები გენაცვალე ეს არის ბოჭკოები რომელიც არის წვრილი
და რომელიც ჩვეულებრივად ფიზიოლოგიურად მოყვება სპერმას, იმიტომ რომ სპერმა თავისი ასე ვთქვათ სტრუქტურით არ არის ერთგვაროვანია, არა ჰომოგენურია, ბევრი ელემენტისაგან შედგება, ბევრი ნივთიერებისაგან შედგება, მათ შორის აი ესეთი ელასტიური ბოჭკოებისაგან კეთდება. ასე რომ ფიქრობ, რომ საფუძველი არ არის რაღაცა შეშფოთების. ეხლა რა არის, იცით, აი, როდესაც აი სპერმას ისე ვიზუალურად აფასებენ, რა სპეციალისტები სხვანაირად აფასებენ, ეხლა არა სპეციალისტები, რა თქმა უნდა, ხშირად შეშფოთებულები არიან, აი, თუნდაც ესეთი რაღაცით, მაგრამ აი, შეშფოთების საფუძველი შეიძლება გახდეს, ну, აი, მოცულობის შემცირება, აი, მაგალითად, რა. აი, ძალიან მცირე რაოდენობა, გამოიყოფება დიდი რაოდენობა და გამოიყოფა მცირე რაოდენობა და ამან მიიღო სისტემური ხასიათი. სხვა შემთხვევაში, ეხლა, ну, მოცულობაც კი არ არის ზოგჯერ შეშფოთების საფუძველი. ხან მეტია, ხან ნაკლებია. სპერმა ფერსაც იცვლის ხოლმე, იცით? აი, ბევრ ჭარხალს თუ შეჭამთ, სპერმა წითელი იქნება, მოწითალო. ეს ხდება რა. ძალიან რეაგირებს საკვებზე. ეს ხო არ არის საფუძველი იმისა, რომ ინერვიულოთ, ეს არ არის სისხლი. ხო? მოწითალო არის, იმიტომ რომ ჭარხალი შეჭამე და მორჩა, მეტი არაფერი. ასე რომ მე ფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით სანერვიულო არაფერი არა, მაგრამ თუ რაღაცნაირად გულში დაგჭათ ესა, სპერმის ანალიზის გაკეთება საკმაოდ იაფია და საკმაოდ მარტივი. ამის გაკეთებაც შეიძლება. მაშასადამე ჩვენ ვამთავრებ დღევანდელ გადაცემას, ეხლა უკვე ჰოპის თქმა შემიძლია, უკვე გადავხდით და უკვე ასე ვთქვათ, ბარიერი ავიღეთ. ეს ბარიერი არის დღევანდელი გადაცემა, რომელიც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. და მე მგონი დაფნასაც უხარია გვისმენს ის. მე დასასრულ მივესალმები ყველა ჩვენ რადიო მსმენელს, ვინც ვიზუალურად ვიყურებს ჩვენი ტრადიციული, ასე ვთქვათ, არა მარტო მსმენელები, ანუ მაყურებლები ლაივში, ვინც ვიყურებს საზღვარგარეთ, იმას აი ხელს უქნი, დაფნას უყვარს ხოლმე და მეც ესე ხელს უქნევ. მივესალმები, ყველას მივესალმები, უსურვებ ძილინებისას ყველას და ბედნიერ ხვალინდელ დღეს. ნუ შეგვეშინდება ხვალინდელი დღის. ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიო მსმენელები. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 11 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომხრეებს.